12 წელში მოვედი კინოში, მის მერე კინოფიკაციაში მუშაობდი. 60 წელი, 62 წელი. მევიჯელ დამიპირეს რაღაცა აღმასრულებს თავმჯდომარეს. უნდა გაიგონოს პირველ მდივანს. უარი უთხარი. არა, პატიოსად მუშაობდი. ძალიან პატიოსად ყოველ თვეში პრემიებს ვღებულობდი. აი ის იყო პრემიები. ჩვენ რო ვღებულობდი დამსახურებული, ახლა პარლამენტარები რო ვღებულობენ, სირცხვილია. რაც თავარია საქართველოში ეს-ერთი რაიონი იყო, სადაც არც ერთი დასახლებული სოფელს არ ვამბობ, არც ერთი დასახლებული პუნქტი არ იყო კინოს გარეშე. ბაბუა ჩემთვის საყვარელი ადამიანია, მაგრამ არა მარტო ჩემთვის, მთელი ხარაგაულისათვის მისაბაძი და სამაგალითო პიროვნებაა. ალბათ ზედმეტი ნათქვამი არაა, ის რომ ხარაგაულის კოლორიტად აღიქმება 90 წლის პიროვნება, სამაგალითო მისაბაძი და ყველასათვის საყვარელი. ადონ ჟორაზე თქმაც არ არის საჭირო, იმდენად დიდი ბუმბერაზი პიროვნება, ხარაგალის კოლორიტი კაცი, საოცარი გზა ცხოვრებისა გავლილი. და ვალმოხტილი კაცია ჩვენი ქვეყნისა სამშობლოს წინაშე. მოგიყვები შენ მოყოლილი ვარ მე ხანჯლის ამბავს. რამდენჯერ, მაგრამ ახლა მოგიყვები ახლა თხოვეს ახლა ქანა სტუმრები არიან თბილისიდან და გერმანიის ტერიტორიაზე რო ვართ ახალი გადასული, ხო და მე ვიყავი არტილერიის მზვერავთა ათეულის მეთაური. რა ვიყავი 19 წლის. 18 წლის. მაშინ არის წკუ არ გაგდა არაფერზე, ყველაფერზე მიდიხარ. ყველაფერზე კიდია, ხო ისე იყო ჩვენი საქმე, ხო. ხო და ჩემი ეს ერთი სალდათი გერმანელია თუნდაც უკან იმას ესროლა და დავარდაძირ მე ვიხედე და გაგდია გერმანელი და აქ ეს ხანჯალი, ამან აათურეს ხანჯალი. ხო და ეს ხანჯალი წელზია კამარა. ხო, ხენზე ხო, იმ გერმანელს. ხო და და ადგეს აზრომა და დეიკიდა ჩემბატონა თავისი ბაზა კამარზე და ერთ თელი ომის პერიოდში ატარებდა ამას იქა. მე ჩამევიდა კეიცი ივან კასტანტინოვიჩ კრასნიკოვიჩ ბატონო აქ რო იყო ჩამოსული და მითხრა რომ ეს ხანჯალი გახსოვს როგორ არ მახსოვს მე ვსარი. ხო და ისიო მეო სხვენში მაგ დამალულიო. როგორ დამალული მოთა ეგ რომ ხოდეს ხალიჩაზე დავკიდევდი კედელზე მე უთხარ. არ წევიდა ეს და გასულა დიდი ხანი იქიდან აგერ მოვიდა პასილკა და დევში და ეს ხელზე რანაირად ახლა ბევრჯერ ხარ მაგას მოყოლილი მაგას არ მოყოლილი ხარო წავიღოს მე გამეგზანა იმას ეგ ხო აი მეგონა თუ შეიძლება ფრონდა ქონდა თამა ხო არა მე რო გეგონა ახლა შენ რო დაბედი ახლა აღარ გახსოვს შეიძლება ხო და მე უფრო მახსოვს ახლა მართალია უფროსი ვარ შეძე მაგრამ ახლა გადამავიწყებს ახლა ამას მე დოიჩლანდ აწერია ზე Deutschland. მე გავანიკელები ეს იქით-აქეთ და თავარ სარდლის საბჭოთა კავშირის მარშალის სტალინის მადლობები გენერალისუმის სტალინის ფრონტზე მიღებული ორდენების ეს არის ჩემი ძმაკაცები ფრონტის ჩემი ძმაკაცები ჩემი ნაწილი ეხლა საიდან გაქო ფრონტზეო ამდენი სურათები საქმე რაშია ფოტოს ვოდი იყო ფოტო ოცეული ხოდა მაგენი მოდიოდნენ ხოლმე ფრონტზე და ჩვენ ახლა მაღლა რო ვიყავით ხეებზე და იმას ხედავით იმას ჭირდებოდა ეს ერთი სომეხი იყო კურიანი სხვათაშორის ხო და მოვიდა და მეტყოდა ჟორა ჯან ახლა აი მასწავლე და გადაგვიღებდა სურათ შემდეგში რომ მოვიდოდა მოგვიტანდა სურათს და ჩვენ ოქროსთან საათი ბეჭდები ქონდა ოქროს ფასი არ ქონდა იქ ეს აგროვებდა და გზაში მე გავხედავ კუთხეში არის და ალაგებს პატარა კოლოფში ბამბავშია სომეხი კურიანი ხო და აწყობში და მე ვთხარი მამეც ბიჭი 1-2 წელი ვა ჟორა ჯანამას ყოლა თავთავის ქართული იცოდა კი თბილისში სომეხი და აქ არიან ჩემი ძმაკაცები ძალიან მიყვარდა ესენი და აღარცეთი აღარ ყავს ის მეგობრები ეს ვიცი რომ ეს ორდენები გააკას მაგრამ აქია კი არ მინდა სურათი ფაქტურად მაქი ანანო კურიერს ვიღაცას ხარ მოუყიდი ეს სურათი ეს გამოუყიდია ბიჭო შენ რომ მაგას ამბობ სხვა რა სიტყვის კაცო წეხან თქვი იმაზე ვიღაც სომეხს რომ ასე იყო და ისე იყო იყო მაგრამ დავეჭი მაგ საქმეში მეც სხვა რაღაც შეიძლება მაგაცები ვარ ძამე სხვა და შენ კი მესმის შენ ხუბრობ მაგას ხო და ყოველთვის პარაძე ვიცავ ხომ როის ვიცავ მაინც და მაინც აღარ ვიცავ ვიღას უნდა
ვიღაც სამამულო ზურა მიდი იქადა ჩემთან ფიჯაკია ჩამეიტანი მამიას არ ჯერა ორდენები რომ აქვს ნამდვილი რაც შეატარებდა იმას ეგ ახლავად სტაში სერჟანტ რუაშვილი გეორგი ალექსანდროვიჩი